საქმე როცა ანა მარიას კვებას ეხება, ცოტა რთული ამბავია. 5 წლის ასაკში ჯერ ვერ გადაუწყვეტია, ლობიანი უყვარს თუ ხაჭაპური, ორივე თუ არც ერთი. ახლა კი რაღაც უნდა და ამიტომ ვამზადებ ღვეზელებს სამნაირი გულსართით, რომელსაც არ უნდა ქონდეს ზედმეტი დანამატები და აუცილებლად უნდა იყოს მაწვნის ცომით მომზადებული. ლობიოს და კარტოფილს მხოლოდ მოშუშულ ხავხს დავუმატებ, ხოლო მესამე ვარიანტი პატარა ზომის ხაბისკინა იქნება. გულსართს გადავახვევ ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობ მაწვნის ცომში და გამოვაცხობ ღვეზელებს უცხიმოდ ხუმელში. მინდა გითხრათ, რომ სამივე ძალიან გემრიელი გამოვიდა და ვიტოვებ იმედს, რომ ანა მარია ერთ-ერთს მაინც მიერთმევს. გამიზიარეთ, რით იკვებებიან თქვენი პრეტენზიული შვილები და ჩემი გამოწერა არ დაგავიწყდეთ.